ამგვარი შეხვედრები მე პირადად მახარებს, ჩემთვის ეს სუბიექტურ ჩემ განცდას გადმოგცემთ, იმიტომ რომ ადამიანი ხო ერთ-ერთი განმასხვავებელი ცხოველისგან ადამიანს რა აქვს, ის რომ იგი არის მეტყველი. მეტყველება ეს არ არის უბრალოდ ბგერების რაღაც კომბინაცია კომუნიკაციისათვის უბრალოდ, რამე თუ ასეთი რამ ცხოველებსაც გააჩნიათ, რა თქმა უნდა ადამიანს ბევრად დახვეწილი და რთული ვიდრე ცხოველებს, მაგრამ ცხოველსაც გააჩნია რომ კომუნიკაცია ქონდათ ერთმანეთთან. წერების დონეზეც კი არსებობს ეს საკმაოდ რთული ნიშნები აქვს ასე ვთქვათ. ადამიანისათვის მეტყველება ეს არის გაცილებით უფრო საკრალური, საიდუმლო რამ მის სიღრმეში არსებული, რომელიც წარმოაჩენს ავლენს ადამიანის მისტიკურ მხარეს. ეხლა თითქოს ეს თემას არ ეხება, მაგრამ მე შესავალი ესე დავიწყე და ასე მინდა დავიწყო, რომ გადავიდეთ იმ ძირითად საკითხზე. იმიტომ რომ თუ ადამიანისადმი სწორი დამოკიდებულება თავიდანვე არ გვექნება განსაზღვრული და თუ წმინდა წყლის ათეისტურად შევხედავთ ადამიანს, როგორც დოსტოევსკი ამბობდა, რომ უზნეო და ურწმუნო ადამიანისათვის ადამიანი არის კბილებიანი ხორცი, პირდაპირ ესე ამბობს. წარმოიდგინე ხორცი, კბილებსაც კბილები აქვს, საშინელებაა. ადამიანი იტყვის, არა კაცო, მე მეტნაკლებად თუნდაც აგნოსტიკოსი ვიყო, მაინც ვფიქრობ, რომ არის რაღაცა შემოქმედი რაღაცა და ადამიანს საიდუმლო მხარეც აქვს, საკრალური სული და თუ შევთანხმდებით, რომ ადამიანი არის ხორცი და სული, ესეც არ არის ბოლომდე სიმართლე ქრისტიანული თვალსაზრისით და ეხლა გასაგებია, მე მღვდელი ვარ, შესაბამისად ჩემი სოფხედელობა და მღვდელი ვარ, იმიტომ რომ ჯერ სოფხედელობა მქონდა ესეთი და რწმენა, ხო, რომ და მე გავხდი ღვთისმსახური და ქრისტიანული რწმენა რას მეუნება ადამიანზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი არის ხორცი, ადამიანი არის სული და რაც თავარია, ამ ორთან ერთად ადამიანი არის ღმერთი. ანუ ადამიანი არის ხორცი, სული და ღმერთი, აი ამ სამის ერთობა. და თუ ჩვენ გამოვაცლით ღმერთს, დავტოვებთ ღმერთის გარეშე, მაშინ ადამიანი კარგავს იმ საიდუმლოებას და საკრალურობას, რიცაც ადამიანი ხდება და რადგან ადამიანი არის ღმერთი, სული და ხორცი, შესაბამისად ის მისტიკური სიღრმე, რასაც ადამიანი ატარებს, მისტიკო, აი რომ გულს უწოდებთ, გული. ქრისტიანულ ლიტერატურაში, სადაც კი ნახავ გულს, ან გონებას, გონებას უფრო ვიწრო სპეციფიკით ხმარობთ, თუმცა რაღაც გარკვეულწილად ეს სინონიმებია, გონება შემეცნების უნარები, რომელიც ლოგიკურ შემეცნებას აღემატება გაცილებით მეტად. აი ყველა ხვდებით ახლა მაგალითად რაღაცა რომელიმე მხატვრის ხატრული ტილო რო ვნახოთ. ვთქვათ იმპრესიონიზმის პერიოდის, ვთქვათ ვან გოგის ნახატი რო ვნახოთ, ხო? შეიძლება იფიქრო, რომ ლოგიკურად თუ შეაფასო, რომ ეს რა არის? რეალობას არ ასახავს, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, არადა შედევრებია. და როგორ რითი აღიქვავს? ლოგიკური აპარატი მას ნაკლებად აღიქვავს, იმიტომ რომ ლოგიკასთან არ ჯდება ვან გოგის ნახატები. აბა რითი აღიქვავ? გონების იმ ნაწილით, რომელსაც მშვენიერების აღქმა შეუძლია. ანუ გონებას დიდ სპექტრს მოიცავს. და გული ეს არის შეიძლება თქვა გონების ნაწილით, მაგრამ გულის განმარტება ასე შეიძლება, ეს არის ადამიანის მისტიკური სიღრმე. და სწორედ იმ მისტიკური სიღრმის მატერიალიზაცია, განივთება, გარეთ გადმოღრა, ლუსტრაცია ხდება სიტყვით. სიტყვით. შესაბამისად, სიტყვა აჩვენებს ვინ ახარ შენ. ადამიანი რომ მეტყველებას იწყებს, უკვე ჩანს ის ადამიანი ვინ არის. შიგ თავსი გადმოიღრება. და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანად მოსული ღმერთი ასეთ რამეს ამბობს, რომ სიტყვითა შენითა განმართლები და სიტყვითა შენითა დაიჟები. ანუ პასუხისმგებელი ხდები ცოცხალი შემოქმედის წინაშე იმის მიხედვით შენ როგორ მეტყველებ. ხო წარმოგიდგენიათ ადამიანი როცა ცუდად მეტყველებს, ცუდად, ანუ სხვისთვის შეურაცხყოფელად, როცა სიტყვა ატარებს აგრესიას, უსიყვარულობას, უპატივცემულობას. გესმით, აი ეს ყველაფერი და ახლა ვლაპარაკობ ლანძღვა, გინებას, წყევლას და ასე შემდეგ. უფალი უფრო შორს მიდის კიდე და ესეთ რამეს ამბობს, რომ ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებთ. რატო ხა არ შეიძლება ისე ვილაპარაკო რაღაცები? თურმე არა, იმიტომ რომ უქმის სიტყვა ადამიანის სულის სიცარიელეზე მეტყველებს. ანუ ადამიანი რო ესე ლაქლაქებს უკაცრავად ამ სიტყვაზე და ლაპარაკისთვის უსაგნო, უთემო, არავისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, ეს მეტყველებს ადამიანის შინაგან სიცარიელეზე, იმიტომ რომ თუ ადამიანი სავსეა, კაი გაგებით სავსეა, მაშინ ის უქმად ვერ მეტყველებს.
რატო? იმიტომ რომ სავსეც ვერ იქნებოდა. მას რომ უქმათმეტყველების შევევა ქონდეს, იმიტომ რომ უქმათმეტყველი ადამიანი გავს ოთახს, სადაც ორპირი ქარია და გინდა რომ დაათბო და ვერაფრით ვერ დაათბობ ამ ოთახს. ესე იგი ადამიანი თავის თავში უკვე საოცარ საკრალურობას ატარებს და ადამიანთან დაკავშირებით რაც არის ღირებული ოღონ. ყველაფერი ატარებს ამ საკრალურობას. შესაბამისად საკრალურობას ატარებს სამშობლოც, იმიტომ რომ ის საკრალურ ქმნილებათა, საკრალურ არსებათა ერთობაა და ეს ერთობა თავისთავად მისტიკურია. ეხლა თუ ადამიანი კარგად ჩაუფიქრდება, ბიბლიაც რომ არ იცოდეს და ბიბლიაში კარგად ჩანს, რომ ერების შემოქმედი, როგორც ადამიანის შემოქმედია ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი, ასევე ერების შემოქმედი ყოვლადწმინდა სამება ღმერთია. განსაკუთრებული ღვთისგანგებულებით იქმნება ერები. და ეს რომც არ იცოდეს ეს, ადამიანი მეტნაკლებად თუ ჩაუფიქრდება, თვითონ მიხვდება, რომ ეროვნულობას რაღაც საკრალურობა ახლავს. მერე ჩვენ სამშობლო სიტყვა გამოვიყენ, ეს ძალიან ძვირფასი სიტყვა ქრისტიანულ კონტექსტშიც, იმიტომ რომ მიწიერი სამშობლოს სიყვარულით ადამიანი მაღლდება ზეციურ სამშობლომდე. ისე როგორც მაგალითად იაკობ მოციქული ამბობს, რომ თუ არ გიყვარს ადამიანი, რომელსაც შენ ხედავ, როგორ დავიჯერო, რომ შენ შეგიძლია შეიყვარო ღმერთი, რომელსაც შენ ვერ ხედავ. თუ ამის პერიფრაზირებას მოვახდეთ, ვიტყვით ასე, თუ შენ არ გიყვარს შენი სამშობლო, რომელსაც ხედავ, როგორ შეიძლება შეიყვარო შენ ზეციური სამშობლო, რომელიც თავად ღმერთია, რომელსაც ვერ ხედავ. პავლე მოციქული ესე ამბობს, რომ ადამიანები ბევრ ტკივილს, განსაცდელს ღირსეულად ითმენდნენ, არ წუწუნებდნენ, არ რტვინავდნენ, იმედს არ კარგავდნენ და ამისთვის კვდებოდნენ კიდევაც, იმიტომ რომ ისინი მარადიულ უკეთეს სამშობლოს ეძებდნენ. გესმით? აი ეს ამგვარი გადასვლა ხდება მიწიერის სამშობლოდან ზეციურ სამშობლომდე. და აი, როდესაც საკრალურობა ვახსენე სამშობლოსი ჩვენი ეროვნულობის, ხო? მაშინ ბუნებრივია, რომ სადაც საკრალურობაა, იქ უკვე მისტიკა, საიდუმლოება და შესაბამისად საიდუმლოება მხოლოდ შეიძლება ღმერთი იყოს, იმიტომ რომ ადამიანის მაძიებელი გონება ისეთია, რომ რაც მატერიაშია, იმას უფრო და უფრო მეტად წვდება, განსაცვიფრებელ მწვერვალებს აღწევს ძიებაში, მაგრამ ის რაც ღმერთია, იქ ადამიანის ინტელექტუალური გონება შეზღუდულია, იმიტომ რომ როგორც ეხლა სახაზავით ვერ გაზომავ მადლს, ასევე ლოგიკური აპარატით ვერ შეიმეცნებ ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთი არის დროის, სივრცის და მატერიის მიღმა და ყველაფერი მისი შექმნილია. უბრალოდ ჩვენი წინაპრების წყალობით, ღმერთის მადლი და ჩვენი წინაპრების წყალობით ქართველები ვართ განსაცვიფრებელი საიდუმლოების მატარებელი. რა საიდუმლოებაა ეს? ჩვენ ვიცით უცნაური რაღაცა, ჩვენ გვწამს უცნაური რაღაცა, ჩვენ ვართ უცნაურ კულტურაში, ლოგიკური თვალსაზრისით, სხვა რელიგიების თვალსაზრისით. რა კულტურაა ეს და რა რწმენა შექმნა ეს კულტურა? აი წარმოიდგინეთ, ესეთი იგავური სახე შევქნათ 2000 წლის წინ ვიმყოფები. ჩვენ ვართ ეხლა ვინც ვართ ეს, ვართ 2000 წლის წინ. იგავურად ეს სიუჟეტი დავხატოთ. აი ზუსტად ესეთები ვართ ჩვენი სამხედველობით და ოღონ 2000 წლის წინ დაბადებულები და იქ აღმოსავლეთში, ან იუდეაში, ან ეგვიპტეში იმის და მიხედვით სად იყო ქრისტე, იმის და მიხედვით სადაც ქრისტეა პატარაობისას იქ აღმოჩნდით. და მოძრაობა და დავინახეთ, რომ საღამო ხანია, ვარსკვლავები ჩანს და დავინახეთ, რომ პატარა ბავშვები თამაშობენ და ერთი ქოხიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, ამ ბავშვების მიმართულებით გაიხედა და იეშუა, შვილო, მოდი საჭმელი ჭამე. პატარა 5 წლის ბიჭუნა, 4 წლის ბიჭუნა გამოვიდა მორჩილად, გაყვა დედას ქოხში, რომ საჭმელი ჭამოს. იეშუა. მოვიდა ვიღაც კაცი და გვეკითხება ჩვენ, რომ ეს ბავშვი იცით ვინ არის? ვინ არის ვეუბნებით? აი ხედეთ, უკვე მთვარე გამოჩნდა, ვარსკვლავები უკვე დაბინდდება და ჩდება ეს ყველაფერი სამყაროს შვენიერება და გვეუბნება, ეს ბავშვი არის ის, ვინც ეს ყველაფერი შექმნა. დავიჯერებდით ჩვენ ამას? არ დავიჯერებდით. აი დღეს ღვთისმშობლის ხატს რომ უყურებ, პატარა იესო რო უყრია. ზუსტად ეგ გწამს შენ და ამაზე კითხვასაც კი არ სვავ, თუ
სისხლი და ხორცით ქართველი ხარ, ამაზე კითხვასაც კი არ სვავ, იმდანაც არის გამჯდარი ჩვენი კულტურის მიერ და რომელიც მოიტანა ჩვენმა წინაპარმა, რომლებიც კვდებოდნენ, იბრძოდნენ, ლოცულობდნენ, იღვწოდნენ, შრომობდნენ, რომ დღეს შენ 21 საუკუნის ადამიანს გაუცხოება არ ქონოდა ამ ფანტასტიურ წარმოუდგენელ რწმენასთან, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, რომ ის პატარა ბავშვი და ღვთისმშობლის ხელში რო უპყრია, იგივე იესო ქრისტე და გალაქტიკების შემოქმედი ერთი და იგივე პიროვნებაა. და როცა ჩვენ საუბრობთ, რომ 1700 წლის წინ საქართველო გაქრისტიანდა და როგორ გაქრისტიანდა, ეს ხო ცალკე სასწაულია. ჩვენ აი ამაზე იმობთ, რომ 1700 წლის წინ წარმართმა ქართველებმა, რომელსაც ჰქონდა დიდებული ისტორია მანამდე, უცებ თავის ისტორიას კი არ დაანგრიეს რევოლუციურად, მაგრამ მეტნაკლებად ამ ისტორიაზე ზემოთ დადგნენ და მიიღეს ეს უცნაური სარწმუნოება, რომ 2000 მაშინ დაახლოებით 300 წლის წინ დაბადებულ მაშინდელი იმპერიის პროვინციის პროვინცია იყო ნაზარეთი, დაბადებულ იესოს ირწმუნებდნენ ღმერთად. გესმით რა განსაცვიფრებელი რაღაცა მოხდა. და აი ამ უცნაურმა რწმენამ შექმნა ის, რასაც ჩვენ დღეს თანამედროვე როგორ, რასაც საქართველოს უწოდებთ, იმიტომ რომ ყველაფერი იქიდან არის აღმოცენებული. ეს საოცრებაა. თვითონ გაქრისტიანების, აი ნახეთ წმინდა ნინო, რამდენი წლისები ხარ ჩვილი? ბატონო? 18-ის. აქ ვინმე არის 14 წლის ბავშვი? აი წარმოედგინეთ, წმინდა ნინო დაახლოებით შენ ხელა ბავშვია და ესე იგი მოდის ფეხით, საქართველოში შემოდის ფეხით, მარტო, ყავს მეგობრები, ასევე რომლებიც ქრისტიანები არიან. სასონხეთში საშინლად აწამებენ მათ, საშინელი წამებით მოკლავენ, ნინო ღვთისწყალობით გადარჩება და შემოდის საქართველოში, აქაც ფაქტიურად შეიძლება იგივე ემუქრებოდეს, ხო, გასწვით იქ აწამეს, იმიტომ რომ მოდის და აი ეგეთ რამეს ამბობს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი ახლა. გესმით როგორი დასაჯერებელია ეს? და თან ამას ადამიანი როგორ აღიქვავს, იცი, როცა რაღაცა სოფხედელობა მოგაქვს, ამას აღიქვავს ადამიანი თავისი რელიგიური მწამსის, თავისი კულტურის, თავისი სახელმწიფოებრიობის, თუ მეფეა თავისი ხელისუფლების ტერმსოფხედელობად. ესე აღიქვავს ადამიანი. გესმით? იმიტომ რომ რაღაცა მეუნები რაღაცას, რომელმაც თავდაყირა უნდა დააყენოს ხელით სახელმწიფო, სამეფო კარი და ასე შემდეგ. და თან ლოგიკურად აბსოლუტურად მიუღებელი რაღაცაა. ამიტომ მე მისაუბრია სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, როდესაც ვეუბნები, რომ იესო არის სამყაროს შემოქმედი, ერთ და იგივე პიროვნება, თმები ყალზე უდგებათ, ეს იმდენად წარმოუდგენელი რაღაცაა და შემოდის და სამეფო კარი ჯერ და მის სიცოცხლეში წმინდა ნინოს სიცოცხლე, რამდენი ხანი ცხოვრობს ადამიანი, ხო? მის სიცოცხლეში ერი ქრისტიანდება. ეს ლოგიკურად აბსოლუტურად აუხსნელი ფენომენია და თან არ დაგვავიწყდეს. კაციც კი არ არის, ხალია, პატარა გოგონაა და წარმართულ სამყაროში მინდა გითხრათ დღესაც კი ქრისტიანები ვართ. ამდენი წელია და ქალებისა დამოკიდებულება ხანდახან ვერანაირ გამოცდას ვერ უძლებს, ჩვენ ძალიან ხშირად მოვიკოჭლებთ სულ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ამის საწინააღმდეგოდ იქნება ეს ქალთა მოძრაობები, რომელიც კიდე სხვა უკიდურესობას წარმოადგენს და მაშინ წარმოიდგინეთ, ქალისადმი დამოკიდებულება, ბავშვისადმი დამოკიდებულება, ხშირად მოხუცისადმი დამოკიდებულება, კატასტროფული იყო უბრალოდ. სუსტისადმი დამოკიდებულება, ხეიბრისადმი დამოკიდებულება. ამ დროს შემოდის და მას უჯერებს მთელი საქართველო. გესმით? აი ეს არის. და ძალიან სწრაფად უკვე ვახტანგ გორგასალი, რა იქვე არ არის რა ფაქტიურად ერთი ეპოქაა დაახლოებით, ერთი სამეფო დინასტია, ვახტანგ გორგასალი გარდაცვალების წინ ძალიან უცნაურ რამეს ამბობს. ის არ ამბობს, რომ თავი გავწიროთ ქრისტესთვის. უпроსორეთ, ხო, რა, ეხლა თავგანწირლად ვიცხოვროთ. ის ამბობს, რომ ვეძებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის. ანუ ამით ვახტანგ გორგასალმა თავის ანძერში გვაჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც ქრისტესთან იმყოფება, ის უკვე ხორცში მყოფივე იმარჯვებს სიკვდილზე და ფიზიკური სიკვდილი მისთვის სიკვდილი აღარ არის, სახარებაში წესია. ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ იგი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში.
და ქართველებმა რომ ეს მიიღეს ასე, ეს არის კიდევ მეორე აუხსნელი რამ სოფლიოში ბევრი ერი არ არის, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა თავის პირვანდელი სახით და ბოლომდე შეინარჩუნა. ბევრი ერი ასეთი არ არის. ბევრმა არ მიიღო და ვინც მიიღო, ბოლომდე ვერ უერთგულა. მათ შორის კავკასიაში მარტო ჩვენ დავჭით მართლმადიდებლები. იმიტომ რომ ერთია რომ მიიღო და მე უერთგულო. ვისაც ქრისტიანული ცხოვრება გამოუცდია, აი ურწმუნოებაშია და უცებ მიიღო ქრისტიანული სამხედველობა, დაიწყო, იმიტომ ქრისტიანობის ფილოსოფია არ არის, ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი. ვისაც ქრისტიანული ცხოვრების პატარა გამოცდილება აქვს, მან იცის, რომ ერთია რომ ირწმუნებდა, რწმენის შესაბამის ლოგიკურ ნაბიჯების გადადგმას იწყებდა, ცხოვრებას შეცვლი და დასაწყისში და მე ამის შენარჩუნება. ამის შენარჩუნება ძალიან რთულია. ადამიანი იღლება, ადამიანს ბეზდება, ადამიანს მრავალი რამ ებრძვის, რომ ეს ღირებულება შეინარჩუნო, ხო? და ეს სახარებაშივე განცხადებულია, უფალი ამბობს ესე, მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან. პავლე მოციქულია განაცხადებს, ვისაც უნდა ქრისტიანულად ქრისტეს ერთგულებით იცხოვროს, ის იდევნება. ვისგან იდევნება? ამასოფლის სულისგან, რომელმაც ვერ აიტანა თავის წიაღში მოსული ღმერთი და მას ჯვარცმით სიკვდილი გამოუტანა. და ის ამასოფლის სული არსად არ წასულა. და დღეს ახლა საუბრობდით მე და ბატონიგია, როგორ ეტყობა ამასოფლის სულს. სულ გაგიჟდა მთელი სამყარო. მთელი სამყარო გაგიჟდა. და აბსოლუტურად უპერსპექტივოდ შიხში შედის მთელი სამყარო. თუმცა ჩვენთვის ეს ცნობილია, იმიტომ რომ ჩვენ ნაწილასწარმეტყველები უფლისაგან არის ნაწილასწარმეტყველები, რომ შიხში შევა, მაგრამ აი ამ სულმა ვერ მიიღო ქრისტე და ბუნებრივია საქართველოს რომ მიიღო ქრისტიანობა, დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ, არა მხოლოდ როგორც რაღაც ეროვნული ერთეულის წინააღმდეგ, ესეთი სულ ხდება სამყაროში, არამედ როგორც ქრისტეს ერის წინააღმდეგ და ილია ჭავჭავაძე ამას გენიალურად ამბობს. ხო, გენიალურად ამბობს ამას, რომ ფაქტიურად ჩვენი ძვლები მივეცით და საშენებლად რომ ქრისტეს ეს ეკლესია, ქრისტეს რწმენა აშენებულიყო. და ჩვენც ჯვარც ვეცვით, როგორც ის ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, ჩვენც მოვკვდით მისთვის. აი, ქრისტე მოკვდა ჩვენთვის და ჩვენც მოვკვდით მისთვის. რა საიდუმლოება დევს ამაში? ამაში დევს ღმერთისადმი სიყვარულის საიდუმლოება. აი, ნახეთ, და აი აქ ჩანს მე ქართველი კაცი როგორ იქცეოდა და რას აკეთებდა იმისათვის რომ მასში ქრისტიანობა შენარჩუნებულიყო და ამით ქრისტიანობაში რა შექონდა ქართველ ერს. ქრისტიანული სწავლებით და კიდევ მეორე ეს არ არის ფილოსოფია, ეს ადამიანის გულმა უნდა განიცადოს, რომ ღმერთი არა მხოლოდ არის, არამედ ის ცოცხალია. ხა ცოცხალი რას ნიშნავს? ცოცხალი ცოცხალი რომ იტყვი ადამიანი ჩვენი აზროვნება რა აქვს რა მხოლოდ ამ სამყაროს გამოცდილება ცოცხალში აღიქვავს ბიოლოგიურ სიცოცხლეს. და როდესაც ჩვენ ამბობთ რომ ცოცხალია, ეს როგორც გული, ღმერთი უნდა ვეძებოთ გულში. ადამიანი ფიქრობს რომ ამ გულის კუნთში ღმერთი სად ვეძებო. საქმეც იმაშია რომ ქრისტიანული ტერმინოლოგია გული არ არის გულის კუნთი. ქრისტიანული ტერმინოლოგიით გული არის ადამიანის მისტიკური სიღრმე. ის როგორც გონება ურწმუნო ადამიანი გონება ფიქრობს ეს არის ტვინი და ქრისტიანული თვალსაზრისით გონება ეს არის ადამიანური არსების შემეცნების უნარი, თლიანი სისავსე ამ უნარის, სადაც ერთი პატარა ნაწილია თქვა ლოგიკური აპარატი. ნახეთ, ღმერთი არის ცოცხალი და პიროვნული არსება ნიშნავს არა იმას, რომ ეს ბიოლოგიური არსება, არამედ შემდეგ თვისებებს, რომ ის არის მოაზროვნე და თვითუფლებრივი. ანუ თავისუფალი და მოაზროვნე. ამას ნიშნავს ცოცხალი. მოაზროვნე და თვითუფლებრივი. შესაბამისად აქ მას ნება და ადამიანი იმდენად არის. ადამიანი რამდენადაც უმთავრესი თვისებები, მოაზროვნეობა და თვითუფლებრიობა მასში ან რეალიზებულია, ან რეალიზებისაკენ იღწვის ადამიანი. თუ არა და ლუარსაბ თათხარიძე გახდება. გესმით? ძალიან მიყვარს ლუარსაბ თათხარიძე, იმიტომ რომ სხვაზე რომ პერსონალურად სხვას რო შეეხო განკითხვა გამოვა. ხო და ეხლა ეს ლიტერატურული პერსონაჟია, ყველაფერს იტანს და განკითხვაშიც არ მეთვლება და გენიალური ის არის. ილია ხო გენიოსი იყო და დაგვიდო როგორი არ უნდა იყო. ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ღვთაებრივი თვისება, თვითუფლებრიობა, ანუ თავისუფლება და
მოაზროვნება, ანუ გონიერება თავის თავში ამ ღირებულებების რეალიზაცია მოახდინოს ადამიანი. უკვე ნიშნავს, რომ ის პიროვნულ თვისებებს იძენს. ინდივიდუალური ჩარჩოებიდან, ანუ ეგოისტური ჩარჩოებიდან გამოდის და პიროვნულ თვისებებს იძენს. ეხლა როცა, იმიტომ რომ ჩვენ მისი ხატი და მსგავსი ვართ, ესეც ქრისტიანული რწმენაა, რომ ღმერთმა მე შემქმნა არა როგორც პრიმატი, თუნდაც ყველაზე ლამაზი, არამედ როგორც მისი ხატი და მსგავსი. ეს გადასარევია კარგია. მაგრამ მარტო მე კი არ შექმნა, ჩემი მოყვასიც, აი თითოეული თქვენგანიც ასე ამგვარად შექმნა. და გარდა ამისა, კიდე ერთი თვისება ჩადო ჩემში. და ეს თვისებები ყველაფერი არის მასში. მის გარეშე ეს თვისებები არ არსებობს. რა თვისებაა ეს? ეს არის ურთიერთობა. რაც ქრისტიანობამ მოგვიტანა. ქრისტიანობა გამოცხადებით, ზეღმერთი რომ ადამიანად მოვიდა, გამოცხადებაში მოგვეცა ეს. ჩვენ კი ვერ მივხვდებით, ადამიანი ამას კი ვერ მივხვდება. სარწმუნოებრივი ცოდნა ეს, რომ ღმერთი არის მამაძე და სულიწმიდა. და ეს ნიშნავს, რომ იგი არის არა მარტო გონიერება, არა მარტო თავისუფლება, რომელსაც ნება აქვს, არამედ ის არის ურთიერთობა, რომლის აპოგეა არის სიყვარული. და მეც ესეთი ვარ, ოღონდ პოტენციაში. ამიტომაც მე რომ გავიზარდო პიროვნულად, მე მჭირდება სხვა ადამიანი, რომელთან ურთიერთობაშიც, პიროვნულ ურთიერთობაში უნდა გავიზარდო მე და ამისათვის უმაღლესი აპოგეა ჩვენი ურთიერთობის არის სიყვარული და სიყვარული არის არა ემოცია უბრალოდ და არა გრძნობა, არამედ მებელობითი აქტი. აი მაგალითად დედამ გააჩინა შვილი და ეხო ადამიანური სიყვარულის მწვერვალია, დედას რო შვილი უყვარს, მაგრამ როცა მთელი 3 თვე არც ერთი ღამე არ ძინავს, შემდეგ ღამეს 3 თვის მერე ბავშვი კიდე რო ატირდება, მას ემოციები აღარ აქვს, გრძნობა აღარ აქვს, ფიზიკურად გამოფიტულია, ვეღარ გამოხატავს სიყვარულს ემოციაში, გრძნობაში, ვეღარ განიცდის. მაგრამ ის მაინც ადგება ღამე. რატო? ნებისყოფით. აი აქ მაქსიმე ახსარებელი გვასწავლის ესე მე-7 საუკუნის მამა, რომ სიყვარული არის ნებელობითი აქტი. უფრო მეტად ვიდრე გრძნობა და ემოცია. და ეს ურთიერთობებში ისწავლება. ესმით? ურთიერთობებში. და როცა ადამიანი აი ამას სწავლობს ადამიანთან ურთიერთობაში, ის ადამიანი იზრდება როგორც პიროვნება. და ზუსტად იგივე ურთიერთობა უნდა ქონდეს ადამიანს ღმერთთან. აპოგეა ამ ურთიერთობის არის სიყვარული. და რადგან ღმერთი პიროვნებაა და მით უმეტეს პიროვნება განცხადა როგორც ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ შენ რა ცოდვებს ჩაგიდენია, პასუხს არ მოგთხოვთ, ყველაფერი ამისათვის მე მოვყდები შენთვის და გაჩვენა საკუთარი თავი და შენ თავისუფლება მას მიიღებ თუ არ მიიღებ, თუ მას მიიღებ, შენში მადლიერებიდან გამომდინარე, თუ შენ საკუთარ ცოდვილობას, საკუთარ მარადილ პერსპექტივას ცუდად ხედავ, იმიტომ რომ ნუ ღმერთის გარეშე ვინახარ ადამიანო, მაშინ შენ მადლიერების გზნობით ივსები და მისდამი ერთგულებით სწავლობ მისდამი სიყვარულს. ანუ ქრისტიანობა ეს არის ქრისტესადმი სიყვარულის სწავლა. ღმერთისადმი სიყვარულის სწავლა და გაიოლებულია იმით, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და თავისი თავგანწირვად ამანახად ჩემს მიმართ. და მთელი ქრისტიანული ისტორია ზოგადად და მათ შორის საქართველოს იყო ქრისტესადმი სიყვარულის დამტკიცება თავის ცხოვრების წესით. ამას რა ვფიქრობდი? აი დავით აღმაშენებელი ეს გონება მიუწვდომელი მეთაური სახელმწიფოს. ბოლომდე არც შესწავლილია, არც გაცნობიერ, სულ მინდა ხოლმე რომ ფილმი გადაიყონ, მაგრამ თან მეშინია რომ ვაი თუ დავითი კი არა რაღაცა ესე იგი ცხენზე ამხედრებული გმირის პერსონაჟ შექმნა, სადაც დავითი არ იქნება, ეს საშინელება იქნება. ხო და ეს ადამიანი, რომელსაც საოცარი ქრისტიანული სიფაქიზი აქვს, რაც მის გალობანი სინანული ჩანს, დიდგორის ომის წინ რას აკეთებს წარმოიდგინეთ? იმისათვის რომ ომი მოიგოს, რა ტაქტიკას ირჩევს? 200 ადამიანი ეუნება 200 ადამიანს, რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ და შუაგულში დაიწყოთ არეულობა. ნახეთ როგორ არის, რაც არ უნდა წამგებიან პოზიციაში იყო ჯარისკაცი რომ ხარ, თეორიული გადარჩენის შესაძლებლობა მაინც გაქვს. და იმ 200 მეომარს არანაირი შესაძლებლობა გადარჩენის თეორიულითაც კი არ ქონდა. გესმით? ისინი კიდე ხო ვეღარ გამოაღწევდნენ. რა ხალხი იყო ეს ხალხი, რომლებმაც სამშობლოს სიყვარულისათვის, მეფის ერთგულებისათვის და ქრისტეს სიყვარულისათვის როგორ თავგანწირვაზე წავიდნენ, ასეთები იყვნენ ჩვენი წინაპრები. და პავლე მოციქული ამბობს საოცარ რაღაცას თავის ეპისტოლეში, რომ
უცნაურია, ალოგიკურია. როგორი მეტყველება, მე არ ვიცი რა დავარქვა. სინამდვილეს კი არ შეესაბამება, მაგრამ გამძაფებულად წარმომიჩენს ისი თქმა უნდა პავლე მოციქულს, რომ პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს, რომ რაც დააკლდა ქრისტეს ღვაწლს. აი თითქოს ქრისტემ რამე დააკლო თავის ღვაწლს, ხო? ჩემი ტანჯვით იმას შევმატებ ეკლესიას. ეხლა ეკლესია ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკლესიის სწორი გაგებაც არ არის ხოლმე დღეს დაკარგულია. ეკლესია არის ქრისტეს საიდუმლო სხეული, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, რომლის მისტიური თავი არის თავად ქრისტე. და ეკლესია არის საიდუმლოება, რომელშიც ადამიანად მოსულ ღმერთს უერთდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ეკლესიის გარეშე ქრისტეს ღვაწლი ჩაიკარგებოდა 2000 წლის წინ იქ და დამთავრდებოდა. ეს იქნებოდა როგორც რაღაცა ისტორიული მოვლენა და ეკლესიის მიერ ის ცოცხალია. დღესაც, იმიტომ რომ ჩვენ როცა საიდუმლო სერობას ვესწრებით ეკლესიაში, ეს წირვას, ეს საიდუმლო სერობა, ეს ერთობა ქრისტე, ოჯახური ერთობა ქრისტესი მოწაფეებთან, რაც 2000 წლის წინ ფაქტობრივად ახსოვდა. და ეკლესია რო ცოცხალი იყოს, მას მუდამ ჭირდება თავგანწირვა. და პავლე მოციქული ამბობს ამას ზუსტად, რომ რაც ქრისტემ თითქოს ქრისტესგან დააკლდა და რა დააკლდა. ერთადერთი შეიძლება ასე ვთქვა, ქრისტემ მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი იმოღვაწევა. და 3 წელიწად ნახევარი კაცობრიობის ისტორიაში პატარაა, ხო? მაგრამ მე გაგრძელდა და უფალი ესეთ რამეს ამბობს სხვათა შორის თავის სიტყვაში, რომ რაც მე გავაკეთე, იმაზე მეტს მოწაფეებს მიმართავ, თქვენ გააკეთებთ. ადამიანმა ეხა ღმერთ კაცზე მეტი როგორ უნდა გააკეთოს? საღვთო მადლი და ენერგიით, რომელიც ქრისტეს მოწაფეებში არის და ჩვენშიც არის, როცა ვინათლებით მირონცხებული ვარ და ვეზიარებ. და პავლე ამ კადნიერ სიტყვებს ამბობს, რაც ქრისტესგან დააკლდა, მე ჩემი ტანჯვით შევმატე. და პავლე მოციქულის ცხოვრება ვინც იცის ეს უბრალოდ განსაცვი ბოლოს თავი მოკვეთეს. გესმით და მე იმის თქმა მინდა, რომ აი პავლე მოციქული რატო ამბობს ამას? მე იტყვის მომბაძეთ მობაზავ ჩემ და იქმნეთ ვითარცამე ქრისტესა. ანუ პავლე მოციქული ამას თავისი იმიტომ გვიჩვენებს, რომ ჩვენ მივბაძო და მისი მიბაძვით ქრისტეს მივბაძო და ქართველი ერი ბაძავდა ამ შემთხვევაში პავლე მოციქულს და დანარჩენ მოციქულებსაც. ქართველმა ერმა განსაცვიფრებელი თავგანწირვით უერთგულა იესო ქრისტეს. აი დღესაც ახლა თანამედროვე სიტუაციაში რო გადახედო, მართლმადებელი ეკლესია მიუხედავად ჩვენი ბევრი მინუსისა 70 წლიანი პერიოდი იქ მანამდე თემურ ლენგის მერე საშინელი სიტუაცია საქართველოში პოლიტიკურათაც, ეკონომიურათაც, რელიგიურათაც, მიუხედავად ამისა, განსაცვიფრებელი რაღაცა ხდება, რომ ყველა ეკლესიაში, თითქმის ყველა ეკლესიაში არის განხეთქილებები. ეკლესიის იურისდიქციის დონეზეც კი, ჩვენთან ესეთ რამე არ ხდება. ეს ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი დაწოლა ეკლესიაზე. ანუ ქართველებმა რაღაც უცნაურად უერთგულეთ. იგივე თემურ ლენგის დროს თემურ ლენგმა ისტორიაში ხო ცნობილია. ესე იგი, ჩინეთის იმპერატორათაც კი მოიხსენებდა. მთელი აღმოსავლეთის, სპარსეთი, ირანი, ევროპას შიშის ზარსემდა. ჩრდილოეთ კავკასია იყო, მთელი ჩრდილოეთ კავკასია, აი ჩეჩნები და აღესტნელები ისინი რო არის. სულ ქრისტიანული იყო ეს. ერთხელ ილაშქრა, ერთხელ და გამოსულმანდა. საქართველოში 8 ჯერ ილაშქრა. ქართველები გაწყდნენ. პოლიტიკურად გიორგი მეშვიდეს ამტყუნებენ ხოლმე, რომ რას შევაკვდით თემურ ლენგს, მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ, შევაკვდით, მაგრამ ბოლოს ხელი მოვაწერინეთ, რომ იყავით ქრისტიანული ქვეყანა. კაი. ანუ გესმით, ის თემურ ლენგი იყო იდეური ადამიანი, მას უძღვოდა ჩვენი გამოსულმანება, მე ევროპაში გადასვლა და საქართველოს სახით არ უნდა ყოლოდა მტერი, ვერაფრით ვერ გამოსულმანა. ვერაფრით. გესმით? და აი აქ პავლე მოციქულის ეს სიტყვების რეალიზება ქართულ ერში, რომ ჩვენ უერთგულეთ ბოლომდე სიკვდილამდე, პავლე მოციქულს თავი მოკვეთა, ჩვენს კვეთდნენ ამ თავს, მაგრამ ცოცხლობდით და სოფლიოს მივეცით მაგალითი, როგორ შეიძლება უერთგულო ზოგადად იდეას და კონკრეტულად ცოცხალ ღმერთს. და შესაბამისად ღმერთისადმი ერთგულებით უკვე ყველა იმ ღირებულებას, რა ღირებულებას ასეთი გასაფრთხილებელია თელს სამყაროში. და ამ ერთგულებამ დარწმუნებული ვარ, რომ გადაარჩინა ქართველი კაცი ისეთი, როგორიც არის, თავის იდენტურობით, გადაარჩინა ჩვენი განსაცვიფრებელი ენა, ხუცური ხო არის ასომთავრული და მხედრულის სილამაზე, რა ლამაზია წარმოიდგინე. ქართული არის ძალიან ლამაზი. მერე ქართული ეს სიმღერა, ქართული ქორეოგრაფია,
ეს ყველაფერი ქრისტიანობის წიაღიდან არის ამოსული. და დღეს 1700 წლისთავი, ეს თვითონ ამხელა პერიოდია, წარმოედგინეთ, ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ამას. ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. მე ხშირად მეკითხებია ხოლმე, რატომ უნდა მიყვარდეს სამშობლო? საერთოდ ჩვენ ბავშვობაში ამ კითხვას არ ვსვავდით. რატომღაც ესე იყო და იმიტომ რომ ეს აპრიორი ესე იყო, რომ სამშობლო და ბედნიერები, მაგალითად მე მახსოვს ურწმუნო ვიყავ, იმიტომ რომ ჩემ დროს გაქანებული ათეიზმი იყო და ისა ხრუშოვის დროს ვარ მოსწრებული, მაგრამ მახსოვს კლასელები, მარტო მე კი არა, ჩემი კლასელები, ბედნიერები ვიყავით ერთი მიზეზის გამო, რომ ქართველები ვიყავით. რა თქმა უნდა, აქ დიდი როლი იყო მე-19 საუკუნის მწერლობის, ეს საერთოდ თავისუფლება დაკარგულ საქართველოში რუსეთის იმპერიის დროს, ხო? 1801 წელს შემოვიდა რუსეთი. და მაშინ კიდე ჩვენ რო ცხოვრობდით, კიდე საბჭოთა კავშირი იყო. დამოუკიდებელ დაკარგულ საქართველოში ქართულმა ენამ, რა ვიცი, რა მწვერვალებს მიაღწია, ქართულმა მწერლობამ. ესეც ხო საოცრებაა. აფეთქდა ქართული ენა და ქართული მწერლობა. გესმით? აი ეს არის და დღეს ეს გასაფრთხილებელი გახდა. და მეკითხებია, რატომ უნდა მიყვარდეს სამშობლო? რა მოხდა, რომ წავიდე სხვაგან ვიცხოვრო? რა ვიცი, ჩემთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი ეს არის, რომ რადგან ღმერთი არის და რადგან ჩვენ მარადიული არსებანი ვარ და ყველა შემთხვევაში უნდა გარდავიცვალოთ და პასუხისგებლობა მოგიწევს ცოცხალი ღმერთის წინაშე, რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩემმა წინაპრებმა ისე უერთგულეს, რომ მე ეს იოლად მივიღეს განსაცვიფრებელი სამხედველობა, მე მაგ ვალდებულება ჩემი ერის წინაშე, შევინარჩუნო ქართული კულტურა, რა თქმა უნდა შევინარჩუნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი იყოფნით და გავაგრძელო ეს ესტაფეტა და ეს ესტაფეტა შემდეგ გადავცე ჩემს მომავალ თაობას, რომ ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებას და იმის შვილებაც სანამ ეს სამყარო იარსებებს, ყველამ შეინარჩუნოს ის განსაცვიფრებელი დრიტა, რომელიც საქართველოში დევს, ეს არის იესო ქრისტე, ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა და ჩვენი ცოდების მაგივრად თვითონ მოკვდა. და შემებურად, გულით, ქართულად ვადიდო და მაგ გვახსენდება და ამით დავასრულებ ჩემს მონოლოგს დიდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნათქვამიას დიდებული სიტყვები, გიორგი მერჩულესი, რომ საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე აღევლინება ლოცვა და ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა აღესრულება. ანუ ქართულ ენაზე სადაც ხდება კომუნიკაცია ღმერთთან, იქ არის საქართველო. ანუ ამ დიდებულ ნაწარმოებში მოგვიწევს საქართველოს და ქართველის განმარტება. რა თქმა უნდა, ვიღაცა მიიღებს, ვიღაცა არ მიიღებს, მაგრამ ისინი, ვინც ამას მიიღებენ, ისინი აგრძელებენ საქართველოს, რომ მე მომავალ თაობაშიც ეს გაგრძელდეს და ეს არ დაიკარგოს. და თქვენ ახართ ეს მომავალი თაობა. და თქვენი პედაგოგები, რომლებიც ამის საშუალებას გაძლევენ. მადლობა მათ. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო. მე ხშირად მithქვავს ხოლმე, რომ აი როცა ადამიანი მოდის და ვატყობ, რომ ზარმაცობს და რაღაც ესეა და მეუბნები, რომ რა გინდა რომ ცხოვრებაში გახდე, რას გინდა მიაღწიო. გინდა მეთქი რომ ლუარსაბი გახდე. არ მინდა იზახებს, რატო მეუბნები? რასაც შენ ატრულობ, ლუარსაბს ყველაფერი ის აქვს. კაცი თავადია ბოლოს და ბოლოს, მდიდარია. ეხლა უზნეო ადამიანი ნამდვილად არ არის. არც ბოროტი არ არის. არც ურწმუნო არ არის, რელიგიურია. გახსოვთ ყველაფერი, ხო? ანუ რა არ მოგწონთ ერთი ლუარსაბში მაინტერესებს. და ადამიანები დაიმორცხებენ ხოლმე, როცა ვერ აღმოაჩენდნენ რა არ მოსწონთ ლუარსაბში. მაგრამ ილია ხო გენიოსია. ილიას შეელო, რომ ეხლა აშკარად ვიღაცა არამზადას ხატი შეექმნა და და მაშინ ყველა ქართველი იტყოდა, რომ არა ხო ჩვენ ესეთები ხო არა ვართ, ეგეთი არ უნდა იყო. არა. ლუარსაბმა შექმნა უარყოფითი პერსონა, რომელიც ბოროტი არ არის. არაფერს არ აშავებს. არის რა თავისთვის რა. არის რა თავი. ზარმაცია ეხა გასაგებია მაგ ქართველი კაცი ეხა რომელი არ არის ამ кейფი იყო. ვისა ყველა ქართველს кейფი იყო. ანუ ჩვეულებრივი ქართველის ტიპაჟი შექმნა, გესმით? ჩვეულებრივი ქართველი ტიპაჟი შექმნა. და საოცრება რა არის, იცით რომ ყველა ქართველი გაბრაზდა ამასეთ. სარკეში ჩაახედა და ყველა გაბრაზდა. აი ილია რო არ უყვარდათ ხო ვიცით რა ეგეთი რო იყო იმიტომ. და მათ შორის მას ჰქონდა რელიგიური ცხოვრებაც.
აბა ფერისვალებაზე რატო ჭამდა თევს? იმიტომ რომ ხორცი არ იჭმევოდა და ბოში ენატრებოდა და მიაძღა ამ თევს. და ამით ილია გვეუბნება რომ გარეგანი არც რელიგიურობა, არც პატიოსნება, არც ნეობრიობა, არც ვითომ სიკეთისადმი კუთვნილება, ხო? არაფერს არ ნიშნავს, თუ შენ შინაგანი ცხოვრება და შინაგანი სამყარო არ აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ილია რო ფერისვალების დღეს კლავს ლუარსაბს, ამით მიგვანიშნებს, რომ არ ვიყოთ ზედაპირული, გარეგნული არაფერში, მათ შორის ქრისტიანობისადმი ერთგულებაში. იმიტომ რომ თევზის ჭამა ფერისვალების დღეს, როცა ლობიოზე ხარ მთელი ესე იგი 40 დღე და თევზით რო გაიხსნილებ და არა ხორცით, ერთგულებაა ქრისტიანობის. იცით რა საინტერესო რაღაცა არის, როცა დიდ მარხვა იწყება, დიდ მარხვას ახლა დიდ მარხვაში ვიმყოფებით და მარხვაა და მარხულობთ, მაგრამ დიდ მარხვის წინა პერიოდში არის მოსამზადებელი კვირეები. და ეს მოსამზადებელი კვირეები შესაბამისი საკითხავებით არის გაჯერებული წმინდა წერილიდან. და ერთ-ერთ მოსამზადებელ კვირას 60 ქულოში სპეციალურად მარხვის წინ პავლე მოციქულის, იცით რომელი სიტყვები იკითხება? სადაც პავლე მოციქული ამბობს, რომ საჭმელის ჭამა არ ჭამა, არც მიგაახლოებს ღმერთს და არც განგაშორებს. ანუ ეს არაფერს არ ნიშნავს, რომ გეუბნება. არა და ამ დროს ეკლესია გეუბნება, რომ უნდა იმარხულო, მაგრამ თან გეუბნება ეს არაფერს ნიშნავს. ესე იგი არ ვიმარხულოთ, არა, უნდა ვიმარხულოთ, მაგრამ მას სხვა დატვირთვა აქვს და შენ ხშირად დატვირთვას ანიჭებ, რომ აი ახლა მე ვიმარხულეთ, ემას ეს სხვა დატვირთვა აქვს და ეს უკვე სამოძღვრებო საკითხია, გასაგებია, მაგრამ ილია ჭავჭავაძე მე ვფიქრობ ამით ბრძვის ზედაპირულობას. არა თუ მაგ შემთხვევაში, სადაც თევზის ჭამა არ ჭამაშე, განდეგილშიც კი, სადაც აშკარად სასწაული მოქმედი მამაა და იცით ხო, სხივზე რო დააბრძანებს, ანუ ყოველ დღე სასწაული აქვს. განდეგილსაც კი ამ გარეგნული ეძახედა სხივზე რო ანუ ეს მზისხივი კი არ იყო, ის იყო რაღაც საოცრება მზის სხივთან თანხვედრაში თითქოს, მაგრამ ეს იყო შეუქმნელი ნათელი, საღვთო ენერგია იღვრებოდა და ის წინგს იკავებდა. ესეც კი გარეგნულად ჩაუთვალა განდეგილს. ილია ძალიან ღრმა არის. იმიტომა რომ რა ვიცი, მე მგონი ბატონო გია დამეთანხმება და მან უკეთ იცის, რომ დღეს მე ვფიქრობ ილია ბოლომდე გაგებული არც გვაქვს ჩვენ. მისი მოღვაწეობის ყველა სფერო რო ავიღოთ და მათ შორის ლიტერატურაც და ანუ ილია ყველაფერ გარეგნულს ებრძვის და მე მგონი იმ დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს არა, როცა ილია ცხოვრობდა, სპეციალურად არ ეცვა მე მგონი მაგას ჩოხა. აი, გახსოვთ მაშინ ჯერ კიდევ შეგელო ჩოხით გეულო. ილიას არ ეცვა ჩოხა რა, საქართველოს არ უყვარდა, შესაბამისად ქართული კულტურა არ უყვარდა, ჩოხა არ უყვარდა. მე მგონი აქაც პრინციპულად აკეთებდა ამას, რომ ეჩვენებინა რომ გარეგნული კი არ არის მთავარი. არამედ შინაგანი და თუ ეს შინაგანი არ აქვს, გარეგნული არის ძალიან საშიში. და სიტყვა ფარისეველი არის რელიგიური პარტია, რომელშიც შედიოდნენ ადამიანები ქრისტეს დროს, რომლებიც ძალიან ერთგულებდნენ საღვთო ჯულს გარეგნულად. და ნახეთ რა დაემართათ ამის მერე ფარისევლობა ტექნიკურ ტერმინად იქცა. რა დაემართათ ფარისევლებს? ანუ ამ ღვთის ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც უყვარდათ ყველაფერი ეს. წმინდა წერილი ზეპირად იცოდნენ თორა და ის. მათ ქრისტე ვერ იცნეს. ანუ რისთვისაც შექმნილი იყო ძველი აღთქმის რელიგია, რისთვის იყო შექმნილი, რომ ქრისტე ეცნოთ მასში, ქრისტე რო ღმერთია, ის ეცნოთ მასში, სწორედ ის ვერ მოახერხეს. ამიტომ ფარისევლობა გადაიქცა ესე იგი ტექნიკურ ტერმინად, რომელიც რას აღნიშნავს? ადამიანს, რომელიც გარეგნულად ყველაფერს ასრულებს, მაგრამ შინაგანად არის царია. ბურბუშელა არის გადასარევი ისა, სიმბოლური სახე ბურბუშელა ხო გინახიათ ბურბუშელა, აი ხის ბურბუშელა ან ლითონის და ესე რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ цаრიელია და შიგნით. რარჩევას მოგცემთ, რომ შეეძლოთ ის რომ მივაღწევთ ქრისტეს უნივერსიტეტს აიყვანებელი გადაგით თავმოწმებად. იცით რა არის, ერთი ქრისტიანის დიახ გავიკე კითხვა, ქრისტიანს ახასიათებს ერთი თვისება აქვს ყველა ქრისტიანს. აი მაგალითად სამრევლოში ორი ადამიანი დგას, ორივე წირვებზე დადის, ორივე ეზიარება და ასე შემდეგ.
და მითხრეს, რომ იცი რა, აი აქედან ერთი ქრისტიანია და მეორე არა. გარეგნულად ორივე ქრისტიანია, ნომინალურად, მაგრამ ერთი მართლა ქრისტიანი და მეორე არა და აბა რომელია თუ მიხვდები? Ну, რა თქმა უნდა, ხა სახეზე შეხედვით შეიძლება ვერ მიხვდე, თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანს ეთყობა კიდევაც, მაგრამ გასაუბრების შემთხვევაში რა თქმა უნდა მე მიხვდები. მე გასაუბრების შემთხვევაში და რა ნიშანი არითაც გამოვკვეთავ ნამდვილ ქრისტიანს არაქრისტიანისაგან. ქრისტიანი არის ის, ვინც ცდილობს გამოეძიოს, რადგან ღმერთი ხო ცოცხალია, ის ხო გონიერი და თავისუფალი არსებაა. შესაბამისად მას ხო ნება აქვს. და რადგან სხვა სიცოცხლე თუ არა ღმერთის არ არსებობს, ხშირად ეს უჭირთ ხოლმე ამისგან, როგორ ღმერთის გარდა სიცოცხლე არ არსებობს? არ არსებობს, იმიტომ რომ სიცოცხლეს ხო ვთქვით, რომ ბიოლოგიურს კი არ უწოდებ. არც არსებობა არ არის სიცოცხლე, ქვა ახლა სიცოცხლე ხო არ არის და არც galaktika, ეს არსებობს, მშვენიერია, ლამაზია. ხო ბიოლოგიური სიცოცხლეს, ხო ეს არის შექმნილი მშვენიერი რაღაც, ვეფხვი, ლამაზია რაღაც, მე მიწათ იქცევა, ხო? ადამიანი კი, მაგრამ ადამიანის ეს თვისებები, გონიერება და თავისუფლება აშკარად ღვთაებრივი ელემენტებია, თორე ამ დეტერმინირებულ სამყაროში საიდან იქნებოდა ეს, ხო? ესე იგი ეს მისია და მისი ხატი და მსგავსი ხარ და მისი შვილი უნდა გახდე, ქრისტიანობა ხო ამას გეუბნება. შესაბამისად, შენ აცნობიერებ, რომ რადგან სიცოცხლე, მე ვარ სიცოცხლე ქრისტიანობს. მე ვარ ჭეშმარიტება, ანუ ობიექტურად არსებული ერთადერთი სინამდვილე, ხო? რადგან სიცოცხლე არის ღმერთი და სხვა სიცოცხლე უბრალოდ მისი ქმნილებაა და აქედან ადამიანია აღმატებული, იმიტომ რომ ღმერთის თვისებებს ატარებს და რადგან ჩემი მარადიული სამშობლო ღმერთია, ესაა სამშობლო მარადიული ღმერთი, ესე იგი მაინტერესებს მისი ნებელობა, ანუ მისი გონიერება, მისი თვითუფლებრიობა, ანუ ღმერთი როგორც სიცოცხლე რა ენერგიით გესმით, რა ენერგიით რეალიზდება, რა არის მისი ნება, ნება ხო ენერგია? და აი ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ამის გაგება შეუძლებელია. ღმერთი რა ენერგიით და მისი ნება რა არის, ამას ვერ გავიგებთ, მაგრამ ადამიანად რო მოვიდა, მის ადამიანი მოვიდა ნიშნავს, რომ ჩემთან კომუნიკაცია შეძლო და მეც შევძელი მასთან კომუნიკაცია. უკვე მის ადამიანობაში გამოვლინდა. აი ერთ-ერთი წეგა ბატონმა გიამბრო თქვა, ეს ქრისტეს სიტყვებია. რომ მისი ნება ერთ-ერთი არის, რომ ვიყავთ, ანუ სრულყოფილი ვიყავთ როგორც ზეციური მამა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასოდეს არ გავჩერდეთ. არასოდეს არ მოხდეს ჩვენში რაღაც სტაგნაცია, გაყინვა, ჩვენი არსება სულ უნდა იზრდებოდეს, ხო? აი ეს არის. ესე იგი ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ მე ქრისტიანი ვიყო, ეს არის ღვთის ნების გამოძიება და ჩემი ნების მასთან თანხვედრის მცდელობა ჩემი მხრიდან. ესეთი ლოცვაც კი აქვს ფსალმუნებშია, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლებელი სიმართლენი შენ. და თუ ადამიანი, ვინც ირწმუნა, რომ ქრისტე ღმერთია, ეძებს ღვთის ნებას ქრისტეს სიტყვებში, ეკლესიის წმინდა მამებში, რომლებიც სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობენ. ანუ თუ ღვთის ნებას გამოეძიებს და მე ცდილობს, რომ ის თავის ცხოვრებაში ამის რეალიზება მოახდინოს, მაშინ უკვე დაიძლევა ის პრობლემა, რომელ პრობლემაზე ჩვენ საუბრობდით. როგორ იპოვოს ეს ღვთის ნება? კიდევ ვიმეორებ, დატოვა მან თავის სიტყვა წმინდა წერილში, დატოვა მან თავის სიტყვა თავის გარემოცვაში, მოციქულებში და დატოვა მან სიტყვა ეკლესიაში, როცა ის ამბობს უფალი, რომ რასაც ახლა მე თქვენ გეუნებით, ყველაფერს ვერ გაიგებთ, მაგრამ როცა მოვა სულიწმინდა ღმერთი, ჩემ ამ ნათქვამს გაგახსენებთ და აგიხსნით. და სულიწმინდა ღმერთი 2000 წლის განმავლობაში ეკლესიაშია და ის ჩემნაირ ცოდვილით ვერ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ჩემი გული არ არის წმინდა, იმიტომ რომ ნეტარკვენ წმინდანი გულით არამე თუ მათ ღმერთი იხილო. მაგრამ წმინდა მამების შემთხვევაში, თქვათ, ხო, წმინდა მამები, ოქროპირი, თქვათ, მე-4 საუკუნის წმინდანი, თქვათ, მე-20 საუკუნის წმინდანები, ალექს შუშანია მაგალითად, ხო, დიდებულის ქართველი წმინდანი და ასე შემდეგ. წმინდა მამების გულში სულიწმინდა ღმერთი რეალიზდება მეტყველებს და რა თქმა უნდა ადამიანის ინდივიდუალური რაღაც თვისებებიდან გამომდინარე ის გადმოიღურება და უკვე იწერება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვეძიოთ ღვთის ნება წმინდა წერილში, წმინდა მამებში, ლიტურგიკულ ტექსტებში, რომელიც ასევე სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობით შეიქმნა და ღვთის ნების გაგებით ჩვენ ვდგებით იმ გზაზე, რომელსაც ქრისტეს გზა ქვია. და გადავრჩებით გარეგან ქრისტიანობას. ეს კითხვა მომდინარეობს ერთი ძველი საკულტო რომანიდან, რომელსაც ქვია მექანიკური პორტოხალი. Anthony Burgess ეკუთვნის ეს რომანი პატარა მოიხსენებათ და აქ არის უცნაური რამე. ვისაც საკითხული არ აქვს, შეიძლება აქვს. შეგახსენებთ.
აქ არიან ახალგაზრდები, ბანდა ახალგაზრდების, რომლებიც ყველანაირ ცოდვას, სისაძაგლეს და ბოროტებას ჩადიან. და სახელმწიფო აცხადებს ერთ მშვენიერ დღეს რაღაცა პროგრამას, რომელიც ებრძვის ბოროტებას ადამიანში და რას აკეთებს, იცით? აი ამ ახალგაზრდა ბანდის მეთაურს დაიჭერენ და კვირების განმავლობაში აჩვენებენ დიდ ეკრანზე ძალადობის სცენებს. თვალს უბამენ, ეს უბამენ კი არა, რო არ დახუჭოს თვალი, ძალით. აი ესე უმაგრებენ თვალს და ძალათი აყურებინებენ აი ამ საშინელ სცენებს ეკრანზე, რომ მასში ამან გამოიწვიოს ზიზღი. აზიზღებენ ბოროტებას და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ეს პროექტი, პროგრამა მთავრდება, ეს ტიპი გამოდის გარეთ და რომ მოუნდება რაღაც ჩაიდინოს ჯოგზას გააკეთეს, იმ წუთას მასში ისეთი საშინელი ზიზღი იბადება იმის მიმართ, ამას არ აკეთებს. ანუ ამ პროგრამამ შეძლო, რომ ძალით გააკეთილშობილა ადამიანი. ანუ მისი ნება თუ არ ყო, წაართვა ის ნება, რომელიც მას ღმერთმა მისცა. და გახადა ის კეთილშობილი. თუმცა ეს რომანი მე ჩვენთვის პრინციპულად შეუძლებელი ამბავია. ხო და კითხვა მაქვს მე ასეთი, მამაო თეოდორე. ღმერთს რო სდომებოდა, რომ ყველა ასეთი იდეალური ყოფილიყო, როგორ მე მოახერხებდა ეს ამას და თავისუფალ ნებას სულ არ მიენიჭებდა ადამიანებს. აი ბერჯესის ამ რომანში რაც არის კითხვა დასმული, შეიძლება თუ არა, რაც ღმერთმა არ გააკეთა ეს სახელმწიფო ან საზოგადოებამ გააკეთოს და ძალით გახადოს კეთილი ადამიანი. აი ეს არის კითხვა. გადასარევი კითხვაა, კი, ეგ რომანიც და ფილმის ფოთაშურის კაია, მაგეც. უცებ მძიმე საყურებელი ფილმი კი არის ძალიან. ესე იგი, ესეთი მოაზროვნა იყო, ყველამ ვიცით, კონფუცი, ლაოძი კონფუცი, ეს მეტნაკლებად ჩინურ სინამდვილეში ეს ორი პიროვნება, ლაოძი უფრო მისტიკოსი იყო და კონფუცი იყო სახელმწიფო მოწყობის შესახებ ესეთი მოაზროვნე და როგორც წესი კონფუცის ყველა მცდელობა კრახით დამთავრდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ მას უნდოდა იდეალური სახელმწიფოები შექმნილიყო ჩინეთის ტერიტორიაზე და არ გამოსდიოდა არაფრით და ბოლოს კონფუცი ესეთ რამეს ამბობს. ეს აი სუფთა ღვთის ინსპირაცია იყო. სამყაროს არაფერი არ ეშველება. აი რაღაცა რო ეშველოს, ალბათ თავად ღმერთი უნდა მოვიდეს ადამიანად. ეს ქრისტემდე გაცილებით ადრე და მე როცებ თვითონვე აგრძელებს, მაგრამ მასაც მოკლავენო რომ მოვიდეს ადამიანად და როგორც წესი ალბათ ეს შეუძლებელია. იცით, ამ ნაწარმოებში არის მცდელობა, რომ ადამიანი გაიწვთნას. ანუ აი ცხოველს რო წვთნიან, ცხოველს შეიძლება აი ძაღლი მაგალითად, ხო, ძაღლს შეიძლება გაწვთნა ისე რომ აგრესიული გახადო, შეიძლება გაწვთნა ისე რომ სოციუმში ინტეგრირებული გახადო, შეიძლება აგრესიული ძაღლი გადაწვთნა თავიდან და სოციუმში ინტეგრირებული გახადო და პირიქით ადამიანი ღირსება იმაშია, რომ ადამიანი არ იწვთნება. და ამ ფილმში, ამ ნაწარმოებში არის მცდელობა ადამიანის გაწვთნის, გარეგანის საშუალებები. თუ შედეგი დავდეთ, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნაწარმოებში ეს მომენტი არის, რომ ზიზღდება რაღაც კომპლექსი, რასაც ქვია უნარჩვევის ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, ეს მეტნაკლებად რაღაც დოზით შეიძლება, მაგრამ მთელი სისავსით შეუძლებელია, იმიტომ რომ ადამიანი როგორც არ უნდა გაწვთნა, ის მაინც თავისუფალ არსებად რჩება და რაც შეეხება ღმერთმა, იცით როგორ არის? კომუნისტებს ჰქონდათ ეს ჯერ კიდევ განმანათლებლობის პერიოდში გაჩნდა ევროპაში. შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც თვითონ ვერ აწევს და მორწმუნეს ეუნებოდო ხოლმე და რომ მორწმუნე რო ჩიხში შევიდოდა, ლოგიკური ჩიხია ესა, იმიტომ რომ თუ იტყვის რომ შეუძლია შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც ვერ აწევს, ვერ აწევს, ღმერთი არ ყოფილა ყოვლის შემძლე? არა, ხო, ღმერთს არ შეუძლია შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც ვერ აწევს. ყველა ქვას არ შეუძლია შექმნას, აქაც ესე იგი და ლოგიკური ჩიხი იყო. ამ ჩიხში რა თქმა უნდა ვინც მართლა გათვითცნობიერებული არ წმენაში ასეთი სისულელით ვერ გამოიჭერ, თუნდაც იმიტომ რომ პასუხი, ყველაზე მარტივი პასუხი ესეთია, რომ
ღმერთის ყოვლის შემძლეობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ თავში რა სისულელე მოგივა, ყველაფერი ისაკეთოს. მაგრამ მეორე მომენტია, რომ დიახაც დადებითად შეგიძლია უპასუხო ამ კითხვას, დიახ, ღმერთმა ესეთი ხვა უკვე შექმნა და ეს ხვა არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება. და ნახეთ როგორ არის ღმერთმა ხო თავის ხატად მსგავსად შექმნა. აქცენტირებულია ბიბლიაში, რომ ყოვლადწმინდა სამება ბჭობს, რომ ადამიანი შექმნას თავის ხატად მსგავსად და ეს ხატება და მსგავსება პირველ რიგში მდგომარეობს სწორედ იმ თავისუფლებაში. ეხლა თავისუფლება რა არის? თავისუფლება არის ის თვისება პიროვნული არსებისა, რომლის მოქმედება არ არის განპირობებული გარედან. თვითუფლებრივია. გასაგებია, რომ ადამიანის თვითუფლებრიობა გარკვეულწილად მაინც შეზღუდულია, მაგრამ აი იმ საკრალურ არჩევანში რატოა შეზღუდული? იმიტომ რომ დაიბადე იმ დროს, როცა შენ არავინ არ კითხა, კაცა თუ ქალა შენ არავინ არ კითხა, გარკვეული უნარჩვევებით, ნიჭებით აღიჭურო შენ არავინ არ კითხა და ასე შემდეგ, მაგრამ იმ საკრალურ არჩევანში შევიცნო თუ არა ღმერთი და მინდა თუ არა მასთან, ხო? აი იმ საკრალურ არჩევანში ადამიანის თვითუფლებრიობა არის შეუზღუდავი, ღმერთმა განაპირობა ესე. და ეგ რო წაგართვას, იქნები პრიმატი, ანუ მაიმუნი. და მაგას თუ დაგიტოვებს, მაშინ თვითონ ვერ უნდა შეეხოს. და ამიტომ ღმერთმა არჩია ესეთ ამბობენ ხოლმე, თავის თავი გაწია უკან და შენ დაგაყენა წინ, რომ შენი თვითუფლებრიობა, შენი თავისუფლება არ შეზღუდო. ამით უდიდესი პატივიქცად ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ აი ეს გააკეთა ღმერთმა, იმიტომ რომ შენ გენდობა. ესე იგი, შენ რომ მოგანიჭა ეს თავისუფლება, გენდობა რომ მონსტრად არ გადაიქცევი. ზოგი ამართლებს ანდობას, ზოგი არ ამართლებს ანდობას. და მე ამბობენ, რომ ღმერთმა რომ წინასწარ იცოდა, რომ მე ასე მოვიქცეოდი, რატომ მომცა ეს? ნახეთ, ღმერთმა რომ წინასწარ იცოდა, ეს ჩემ თავისუფლებას არ ზღუდავს და რატო? ღმერთთან დრო არ არის. ამიტომ ჩვენი აი ეს შეპირისპირება ცოტა რთულია, იმიტომ რომ მე დროის გარეშე არსებობა არ ვიცი, ჯერ მარადისობაში არ გადავსულ ვარ, ღმერთთან კიდევ დრო არ არის ის მარადისობა, ანუ გუშინ დღეს და ხვალ არ არსებობს. ამიტომ უფრო ესეთი იგავური სახე რო თქვა, აი ფანჯარაა და ვიყურები გარეთ. აი ხლა ეს ადამიანი მიდის და ტელეფონზე ლაპარაკობს. ეს ადამიანი მიდის ტელეფონზე ლაპარაკობს, იქ რაღაცა ესე ქმედება ჩაიდინა, ანუ კომენტარს ვაკეთებ. ეხლა როგორ არის? პირველადი რომელია? იმ ადამიანის ქმედება და ჩემი კომენტარი თუ ჩემი კომენტარი და იმ ადამიანის ქმედება? პირველადი არის იმ ადამიანის ქმედება და ჩემი კომენტარი. დაახლოებით ასეთი რამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა წინასწარ ჩემი მოქმედება იცის, იმიტომ რომ მე ამას გავაკეთებ, ანუ ფანჯიდან მიყურებს. ანუ ჯერ მე ვაკეთებ და მე ამბობს ის, რომ ამას გააკეთებს. ანუ ჩემი თავისუფლება არ არის შეზღუდული. რამდენად ლოგიკურად რთული გასაგებია. ეს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ორი თავისუფლება რო ეჯახება ერთმანეთს რთული გასაგებია და უჟამო არსებობა, ჟამიერ არსებობასთან შეპირისპირება, როცა ხდება, ეს ლოგიკურად რთული გასაგებია. ამიტომ ლოგიკური ახსნა მას ბოლომდე არ აქვს. მე მგონია რომ ბევრი რამ თქვა და კიდევ უფრო მეტი რამ დარჩა უთქმელი, იმეც დავიტოვებთ, რომ ერთ ჩვენ ერთ დღეს კიდევ გვესტუმრებით. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის, ნდობისათვის ამ დიდებულ სკოლაში სახელი წეღან მე ვთქვი, რომ დიდებული სახელი ქვია მთიები, ეს არის იგივე ქრისტეს სახელი, ქრისტეს სინონიმია მთიები, რომელიც ჩვენ გულში უნდა დაიბადოს და მზეთ გამოფსყინდეს, როგორც პეტრე მოციქული ამბობს და გისურვებთ, რომ საქართველოშიც და მთელ სამყაროშიც ის პატარა მზეები ყოფილიყავით, რომლებიც ადამიანად მოსული ღმერთის რწმენით ანათებს და გადამრჩენელია როგორც თქვენი პიროვნებების, ასევე ჩვენი სამშობლოსი. ამინ.